მოგესალმებით ეთერშია STASO TV საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იწეს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელობის დროს. STASO TV სახელით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი ყობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. პრესამსახურის ცნობით ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ვიღაცას დაავალა, რომ გახარია მაინც და მაინც ბათუმში უნდა ეცემათ, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ეს გააკეთა, მშვენივრად იცოდა, რომ ივანიშვილს ეს მოეწონებოდა. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გახარიაზე თავდასხმა მასში მონაწილე პოლიტიკოსების მხრიდან პროვოცირებული იყო. მისივე განმარტებით ინციდენტის ამსახველი გარკვეული ფრაგმენტის ჩვენებას პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა. იმის ფონზე, როცა ქართული ოცნება დამნაშავეს გახარიას უწოდებს და ფიზიკური დაპირისპირების დაწყებას მას აბრალებს, ხომ არ შეიძლება სწორედ გახარიას წინააღმდეგ დაიწყოთ გამოძიება. ძაბირაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვსაუბრობდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი ბუნებრივია ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს. რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი, ამიტომ დაუწესეს სანქციები და ამიტომ საუბრობს ბრიტანეთი მის სანქცირებაზე. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში მის ვიზიტთან დაკავშირებით ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის სანქცირებას უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ბლოკავს და ევროკავშირმა დიპლომატია უნდა გამოიყენოს, რომ ორბანმა ბიძინა ივანიშვილთან სიტუაციურ თანამშრომლობაზე უარი თქვას. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე წერს. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა. ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაში სიტყვებითა და ქმედებებით. წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომის გახსნისას განაცხადა. ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. სოკარი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე სოკარი საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 640-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომის გახსნისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, რომ კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაში
შორის დინამიურ თანამშრომლობას. კობახიძის შეფასებით რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისთვის. ადვოკატებს არ გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ აქციებზე დაკავებულების ინტერესები, რადგანაც სასამართლო არის პოლიტიზებული და მიკერძოებული. ჩვენ ვიბრძვით მათი უფლებების დაცვისთვის. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ციხის კედლებიდან იბრძვიან. ადვოკატების სოლიდარობას ვუცხადებთ ასევე სტუდენტებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ციხის კედლებიდან იბრძვიან, განაცხადა ადვოკატმა. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბ და მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა განაცხადა. უილსონის თქმით, შთაგონება არის ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან თავისუფალ არჩევნებს. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბ და მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, განაცხადა ჯო უილსონმა. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბაზ კლაინს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, დაკავებულთა მდგომარეობა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხები განიხილეს. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობითა და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხით, აღნიშნულია ინფორმაციაში. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციითვე დაგეგმილი სამუშაოების გამო 17 იანვრის ღამის 12 საათიდან 2 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე. მოძრაობა ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს კიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობა უნდა შეასრულოს. ნატომ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატომ მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს. წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. ისინი გულწრფელები იყვნენ, არ სურდათ ჩვენი ნატოში ხილვა. ეს 4 ქვეყანა სხვადასხვა მიზეზების გამო უკრაინას ნატოში ჯერ ვერ ხედავენ. დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზიამობა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა. ორბანის სიტყვებს უნგრეთის მთავრობის პრესპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უნგრეთის პრემიერის შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის მწარე, რთული და მტკივნეული ადმინისტრაციის დასასრული გარდამტეხი მომენტია. ორბანის მტკიცებით 2020 წლის არჩევნები ტრამპს გაყალბების გზით მოჰყარეს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დემოკრატები ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟის ხელშეწყობისთვის გააკრიტიკა. ორბანის მტკიცებით დემოკრატები თავიანთ მიზნებს კონფლიქტის გზით ახორციელებენ, როგორც ეს უკრაინის ომში ჩანს. ფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას საქართველოს ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა ამერიკის ხმასთან განაცხადა. მისი თქმით, საბოლოოდ ცხადია საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს. ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, განაცხადა კარპენტერმა.
გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით. შეკითხვაზე, მზად იქნება თუ არა ამისთვის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, რადგან თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. აღნიშნა სტარმერმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კიევში იმყოფებოდა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო უწყებაზე დაყრდნობით არცელობს. მათივე ინფორმაციით დახმარების ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ნიდერლანდების საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა განკუთვნილია როგორც ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებასა და დაცვაზე, ასევე ელექტროენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებაზე. გარდა ამისა, ველდკამპმა გამოაცხადა 7 მილიონი ევროს კონტრიბუცია ნატოს უკრაინის ყოვლის მომცველი დახმარების პაკეტში, რომლის ფარგლებში ალიანსი უკრაინას არალეტალურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.